თუმცა ისმის კითხვა, როგორ უნდა დაორგანიზდეს ამ ხელა მასშტაბის ღონისძიება ასეთ მოკლე დროში. გაითვალისწინეთ, რომ დაგეგმვა 1985 წლის დასაწყისში დაიწყო, ხოლო კონცერტები სულ რამოდენიმე თვის შემდეგ 1985 წლის 13 ივლისს გაიმართა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არტისტების მოსიდვა იყო. გასაკვირი არ არის, რომ გამოსვლელებს შორის იქნებოდა გენდოლფის და იურის ჯგუფების, Boomtown Rats და Ultravoxy. მაგრამ უფრო გასაკვირი ის არის, რომ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც ეს იდეა მოიფიქრა, Boy George's Culture Club არ მონაწილეობდა კონცერტში. მიზეზი სულ რამოდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ჯორჯმა ამის შესახებ პოდკასტში Grounded Louis Tourasთან ისაუბრა. მე ყველაფერი გავაბუჯე. სხვა რამით ვიყავი დაკავებული, ქიმიურად. ვფიქრობ, ეს იღბლიანი შემთხვევა იყო, რომ ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა, რადგან შესაფერის მდგომარეობაში არ ვიყავი. თავდაპირველად გვითხრეს, მაგრამ შემდეგ ვფიქრობ, ყველა უბრალოდ ჩემს მდგომარეობას უყურებდა და ფიქრობდა, რომ ეს უფრო მეტ ზიანს მოიტანდა ვიდრე სიკეთე.